მადლობისა ქართულებო. არ მელოდებით ხო? დღეს არის 17 მაისი და ეხლა არის 11 წაკლია 5 წუთი. მეგობრებო, ჩემი ასე ვთქვათ ბოლო ლაივი ბევრმა რაღაც სწორად ვერ გაიგო და მოკლედ ბევრი მწერს რომ ზოგი კი მემშვიდობა კიდევაც ბევრ ტექსტებს წერენ, მოკლედ ერთი ამბავი და ზოგი მეუბნება არ გაჩერდეთ, ზოგი მეუბნება კიდევაც რომ თქვენ მაინც დადეთ იქნება კიდევ ვიღაცა არის და გამოიღვიძებს და ასე შემდეგ და მე გითხარით რომ თავშივე ლაივის თავშივე რომ აღებული მქონდა საქმიანი პაუზა თქო ვინაიდან და რადგანაც ოჯახი თავისას ითხოვს მეორე დიდი ოჯახი ანუ ქართველობა და საქართველო კიდევ უფრო მეტს ითხოვს ვიდრე ჩვეულებრივად ოჯახი და ეს იყო პაუზა და ეს პაუზა კიდევ მექნება სანამ თავის დრო არ დადგება თქო ანუ მოკლედ მეგობრებო იცით თქვენ კარგად რომ ვაპირებთ რაღაც შეხვედრას სერიოზულ შეხვედრას მაგისტრის თანხა მაინც ვერ შეგროვდა ესე იგი აი 17 მაისია მოკლედ ესე იგი ოჯახის სიწმინდის დღე ეს სიაფანტ მადიდებლობა რომელიც კარგად ვიცით ახლა ის რა ქვია საცობია და სად შემოვედი ახლა სიაფანტ მადიდებლობა რომელიც გამოიგონეს თითქოს რა ქვია ფედერაციის წინააღმდეგ საწინააღმდეგოდ იმავე დღეს ვარ ჩაეტარებინათ აი ეს ამის მეტი ვერაფერი ვერ მოიფრი მეტად ვერ შეეწინააღმდეგენ რა და თითქოს ამით ახლა ოჯახები განიწმინდება ოჯახები წმინდა რო იყოს მაშინ ასეთი სიტუაცია არ იქნებოდა საქართველოში და არ მინდა ახლა ამაზე ვილაპარაკო მაგას თავის დროს მქონდა ნათქვამი და ესა მთელი მარშრუტკები ჩამოდიან მგონი რაიონებიდან კიდე გას არა ამბავია კარგით მოკლედ მეგობრებო მე ყოველთვის ვარ საქმის კურსი საქართველოში რა ხდება როგორ ხდება ყველა ნიუანსი და დეტალი ვიცი აგრეთვე რაც სოფლიოში ხდება სოფლიო პოლიტიკაში მე ჩვენზე როგორ რეაგირებს და მოკლედ ხა ცალ-ცალკე არ მინდა მაგაზე ვისაუბრო მე შეგპირდით ადრე რომ ხილებას გავაგზავნებდი და კიდე ისეთ რაღაცას განახებთ და გაგაგონებთ რომელიც მილიონებს კიდე არ დაუნახიო და ვერ გაიგო თქო არა და ყველაფერი თვალწინა გქონდა ასეთი მე ბევრი რამე გითხარით ბევრი რამ გაგიხსენეთ სენსაცია და სასწაულები ეხლა მოგიყვებით უბრალოდ ერთ რაღაცას თქვენ კარგად იცით ნუ ეხლა ვისაც ესმის და კარგად ეს საქმე მე მგონი ეხლა წავედ ცოტა წრეზე თუ არა ეს ვერ ვიღალ საათს მოკლედ მასონები არიან ოდნავ ერთი საფეხური დაბლა და უმაღლესი მათი პოზიცია არის ილუმინატები ილუმინატები არიან ესე იგი მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები, ყველა ნუ მოკლედ ამის უმშოდ არშილი. არ გაგატარებენ რეკლამას, არ გაიკეთებენ. უბრალოდ ხელი უნდა მოაწერო კონტრაქტზე და ასე შემდეგ. მე უნდა ემსახურო ანუ ილუმინატებს. ვინ არიან ახლა ილუმინატები ძალიან მოკლედ მოყვები. ილუმინატები არიან სინამდვილეში ის კასტა, რომელიც მართავს მთელ მსოფლიოს. ეს არიან პირდაპირი გაგებით სატანისტები, პირდაპირი გაგებით. ილუმინატები ახსნა განმარტებით არის ცისკრის ვარსკვლავი. დიახ, ჩემო კარგებო, ის ცისკრის ვარსკვლავი, რომელზედაც ჩვენ ჰიმნი გვაქვს ასე შემოგვაკენეს, ვითომ მაღრაძემ რო გამოიგორა. ხო? სინამდვილეში ესეც იყო ილია მეორეს თავი. დიახ, ისევე როგორც ილია მეორეს თავი იყო დროშის შეცვლა
მოხდა ეს ურიული დროშის შემოტანა, ისევე როგორც გერბის, საეკლესიო გერბისა და როტშილდის ფარი არის ჩამაგრებული საეკლესიო გერბში კიდე. ეს ბიბლიას რო გადასვლი იქაც ისეა, უბრალოდ ბიბლიაში ფერადი არ არის თუ არა, ფერადი მე თქვენ განახეთ ყველაფერი. რომ ეს ყველაფერი როტშილდების არის, ყველაფერი ურიების არის. როტშილდი რა თქმა უნდა ილუმინატია და ჩვენი ილიაც ილუმინატი იყო და სწორედ ილიამ მას მოითხოვა აი ამ ჰიმნის შემოტანა, იმიტომ რომ იქ ცისკრის ვარსკვლავზეა საუბარი. ეს ცისკრის ვარსკვლავის კი არა, ჩვენ პირდაპირ გაგებთ როგორი, ეს მათებული ცისკრის ვარსკვლავი, ეს არის ილუმინატები. ილუმინაცია სიტყვით თუ ის არა ქვია, ჩააგდებთ იმას. ეხლა მე თქვენ განახებთ, ჩემო კარგებო, თქვენივე ხელი და თქვენი თვალებით დაგარწმუნებთ იმაში, მე რატო ვიძახი ეხლა იცით ყოველთვის რომ ამერიკა, რატო რუსეთიო კაცო ის არისო? ჯო, რუსეთი კიდე არის იმათი იტოქში. გამიგეთ, მაგრამ არის რაღაც განსხვავება ოდნავ რაღაცა, მაგრამ ნუ განსხვავება ძამში არის ის რომ მთელი მსოფლიო და ესა ამერიკა და ევროპის ლიდერები და წადი ბიჭო, ესე იგი ეპშტეინის იმაში, რა ქვია, ჰარამ ხანაში ესე იგი დაგულაუდნენ, თუ მაგას გულავიქვია. გარყვნილებაში იყო, აქითაც ის არის. მოკლედ. და არც რუსეთის და არც ჩინეთის და ასე შემდეგ, ესა თურქეთის და ესენი, ესე არავის არ უნახია იქ. იმიტომ რომ ვერ აღმოაჩინეს არ იყვნენ ამათი ლიდერები და პრემიერ-მინისტრები და ასე შემდეგ იმ ეპშტეინის ჰარემში. აი ეს არის განსხვავება, გესმით? და მე იმიტომ მქონდა ეს აჩემებული ამერიკა, რომ ამერიკა არის კონკრეტულად ის სახელმწიფო, რომელიც სწორედაც რომ სატანური იდეოლოგიით და სატანური პროგრამით იმართება და მე მართავს სხვა დანარჩენს კიდე რა თქმა უნდა. აი ხა ჩემო კარგებო, ეხლა მე რომ მიყურებთ ისე ჩაკეცეთ ეს და Google-ში პირდაპირ ლაივში აკრიფეთ, ხმა არ გამითიშოთ. უბრალოდ ჩაკეცეთ ვიდეო. Google-ში ჩაწერეთ ინგლისურად. ასო გიკარნახებთ. I T A გადახვედით უკვე Google-ში I T A N I M U L L ანუ ორი ელი და I დააწყაპეთ ახლა და ნახეთ რას გაგიხსნის პირველი ეს ნახეთ რა გახსნა დაუმოც პრეხანო თორე შემოურგუნ ვებ და საწავიდე აბა იქ დაწავიდე აქ საჯანაბაში მოკლედ ამოაგდორა ამერიკის უსაფრთხოების სამსახური ხო პირდაპირ მე იქ დაარჩეს უცაი კიბერუსაფრთხოება და კიბერუსაფრთხოება რაც არის ხო ეს არის ამერიკის უსაფრთხოების სამსახური და ეს არის მე უკუ ჩაგაწერიეთ უბრალოდ უკუ ჩაგაწერიეთ მაგრამ სინამდვილე ეს არის ეს უკუ ამას რო წაიგეთ არის ილუმინატი კიდე მრავლობითში არის ილუმინატები ქართულად და გაშლი ტექსტით რო თქვა ეს არის სატანისტები გამიგეთ აბა კარგად ეყავით მე დავდებ ასე ვთქვათ კიდევ ანგარის ბატონო და ნახოთ და კიდე რა გამოვა ამ საქმიდან ბოლოს ვინ დარჩით ახლა ამ კერპების კერპთაყვანისმცემლების გარდა ვინ დარჩით ცოცხალი ადამიანები გვიძარები ნახოთ აბა რა გამოვა ამ საქმიდან თუ გამოვიდა არ გამოვიდა და რა ვქნა ახლა ვისაც გამოგვიძება არ უნდა და ძილი უნდა კი ბატონო დღეს დავდებ ანგარიშსაც და ნახოთ ეს ანგარიში საზოგადო საქმეზე მიდის ოჯახით ჩემი საქმეც ცალკე საქმეა ეს უსყელამეა იმიტომ რომ მე ის რა ქვია რო ავიღებ პაუზა მაგრამ პაუზა ყოველთვის მექნება ხან მე და იმიტომ რომ ისე დაძაბული სამაგ მე კიდე და ნახოთ აბა რა გამოვა აბა კარგად გადაეცით ეს ვიდეო ყველას